განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი წინა საუბარი ეხებოდა კლიმენტ რუმელის ავტორობით მოღწეულ ძეგლს მოციქულთა განწესებანი. ამ ძეგლის ზოგადი ისტორია ჩვენ ადრეც განვიხილეთ, როდესაც დიდაქეზებს საუბრობდით, წინა განხილვაც, წინა საუბარიც ამ საკითხს დაუთმეთ. ამჯერად შევეხებით ცალკეულ კონკრეტულ ცნობას, კონკრეტულ უწყებას აღნიშნულ თხზულებასთან დაკავშირებით. ისტორიული ნიშნით მოციქულთა განწესებანი რამდენადაც ჩვენ ეს დღეისათვის შეგვიძლია გავსაჯოთ, პირველად, როგორც ჩანს, დამოწმებული გვაქვს და ეს ალბათ უადრესი დამოწმებაა, მეორე საუკუნის დამდეგის ერთ-ერთ უდიდეს მოძღვართან, მარტვილთან, წმინდა ეგნატე ანტიოქიელთან, რომლის ეპისტოლეებზე სხვათა შორის ჩვენ დეტალურად ვიმსჯელებთ წმინდა კლიმენტ რუმელის მოღვაწეობის განხილვის შემდეგ. ეგნატე ანტიოქიელის ერთ-ერთ ეპისტოლეში, კერძოდ ეპისტოლეში ტრალისელთა მიმართ, ჩვენ ვკითხულობთ: რიდი გქონდეთ თქვენი ეპისკოპოსისაც, ვითარცა ქრისტესი, როგორც ეს თქვენთვის განაწესეს მოციქულებმა. მოციქულთაგან განწესება ამგვარი დებულებისა, რომ ეპისკოპოსის მორიდება ჰქონდეს მრევლს, როგორც ქრისტესი, სწორედ ხსენებულ ძეგლში გვხვდება. სხვათა შორის ამ ეპისტოლის ძველ ქართულ თარგმანში, რომელიც წმინდა გიორგი მთაწმიდელს ეკუთვნის, აღნიშნული მონაკვეთი შემდეგი სახისაა: გეკდიმების მცა, ესე იგი გცხვენოდეთ, ამას ნიშნავს გეკდიმების მცა და გრცხვენის ეპისკოპოსისა თქვენისაგან, ვითარცა ქრისტესგან, ვითარცა იგი გიბრძანეს თქვენ ყოვლად ქებულთა მოციქულთა. მიიჩნევა, რომ როგორც აღნიშნეთ, აქ გვაქვს სწორედ იმ შრომის დამოწმება, რასაც მოციქულთა განწესებანი ეწოდება და რომ აქ ზოგადი გაგებით არაა თქმული, როგორც ეს განაწესეს მოციქულებმა. კერძოდ, უნდა იგულისხმებოდეს მოტანილ ადგილას, წმინდა ეგნატე უნდა გულისხმობდეს მოციქულთა განწესებანის მეორე წიგნის მეოცე თავის პირველ მუხლს, სადაც ვკითხულობთ: ერისკაცმა პატივი დასდოს კეთილმწყემს, ესე იგი ეპისკოპოსს, შეიყვაროს იგი და შიში ჰქონდეს მისი, როგორც მამისა, უფლისა, მეუფისა, როგორც ღვთის მღვდელმთავრისა, როგორც კეთილმსახურების მსწავლელისა, რადგან ვინც უსმენს ეპისკოპოსს, ის ქრისტეს უსმენს. რამდენადაც დღეისათვის ცხადყოფილია, რომ აღნიშნული ეპისტოლის გავრცობილი რედაქცია დაახლოებით 400 წელს უნდა იყოს შექმნილი და ალბათ ამ დროინდელია ეს დამოწმებაც, შესაბამისად, მეოთხე საუკუნისთვის მაინც ესე იგი თუ უშუალოდ ეგნატის კალამს არ ეკუთვნის ეს მოწმობა და გვიანდელი გავრცობილი რედაქტირების ნაყოფია, რამდენადაც ეს რედაქტირება დაახლოებით 400 წელს აღსრულდა და უფრო გვიანდელი არ არის, ჩვენ დაბეჭდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე საუკუნისთვის ძეგლი მოციქულთა განწესებანი კვლავაც ინარჩუნებდა ავტორიტეტული თხზულების, ავტორიტეტული ძეგლის სახელს. გარდა ამ დამოწმებისა, ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ აგრეთვე ისეთ დიდ მოღვაწეზე, როგორიც გახდათ მეოთხე საუკუნის მოძღვარი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიერეტიკოსი, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული, წმინდა ეპიფანე კვიპრელი, რომელიც 315-403 წლებში მოღვაწეობდა. ეპიფანე კვიპრელის სახელგანთქმული თხზულება პანარიონი, ანუ წამლების ყუთი, რომელსაც ასევე ერესები ეწოდება, ხშირად იმოწმებს ჩვენთვის საინტერესო ძეგლს. ერთ-ერთი ერესის განხილვისას კვიპროსის ეპისკოპოსი შენიშნავს: მოციქულებიც ამბობენ ეგრეთ წოდებულ განწესებანში, რომ კათოლიკე ეკლესია ღვთის ნერგია და ვენახი. ესე იგი, ციტირება მოციქულთა განწესებებისა, როგორც დასამოწმებელი ძეგლისა ეპიფანე კვიპრელის მიერ. ასევე ავდიანელთა ერესის განხილვისას იგივე ავტორი ეპიფანე კვიპრელი გვაუწყებს: ავდიანელებს დამახინჯებით მოაქვთ ციტატა მოციქულთა განწესებანიდან. ეს ძეგლი თუმცა მრავალთათვის საკამათოა, მაგრამ არა ყალბი, რადგანაც ეს ძეგლი შეიცავს მთელ კანონიკურ განაწესს და არც რწმენის, არც ახსარების, არც საეკლესიო განგებისა თუ კანონის ან და მრწამსის მხრივ არაფერია მასში გაყალბებული. აქედან იშველიებენ სიტყვებს ავდიანელები და აღდგომის შესახებ ცუდ განმარტებას გვაწვდიან, რადგანაც უმეცარნი არიან იმავე სიტყვების სხვაგვარი გააზრებისა. აქ რაზეა საუბარი? ამ შემთხვევაში წმინდა ეპიფანე ერთი მხრივ ჩვენ გვაუწყებს, რომ მისი დროისთვის მოციქულთა განწესებანი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა არსებით სიწმინდეს, ეს უეჭველად ჩანს მისი სიტყვებიდან და ამიტომ ამ ძეგლის დამოწმება დიდი არგუმენტია, მაგრამ დამახინჯებულად
ხდებოდა დამოწმება მისი თქმით ავდიანელთაგან აღდგომასთან დაკავშირებით, კერძოდ რისი. მოციქულებმა ამბობს ეპიფანე კვიპრელი, ასე განასაზღვრეს განწესებაში და ასე თქვეს. ამას იქმან თქვენი ძმები წინადაცვეთისგან, მათთან ერთად აღასრულეთ. საუბარი აღდგომაზე. ავდიანელები ამაზე დაფუძნებით ამბობდნენ, რომ თითქოს აღდგომა იმათთან ერთად უნდა გვედღესასწაულა, რომლებიც ჩვენი ძმები არიან წინადაცვეთისგან, ანუ ჩვენი ძმები არიან იუდეველები ამ შემთხვევაში, წინადაცვეთელი იუდეველია, თითქოს ებრაელებთან ერთად უნდა აღსრულებულიყო აღდგომა. მაგრამ ეპიფანე კვიპრელი უაღრესად מחვილგონივრულად განჭვრეტს და ამბობს, ამ ძეგლში არ არის თქმული თქვენი ძმები წინადაცვეთაში, არამედ წინადაცვეთისაგან, რითაც იგულისხმეს ისინი, რომლებიც წინადაცვეთისაგან ეკლესიისაგან წარემართნენ და წინამძღვრებად ექცნენ სხვებს. ესე იგი, აქ საუბარიაო ამბობს ეპიფანე კვიპრელი არა ებრაელებზე, არამედ ებრაელთაგან გაქრისტიანებულებზე და პირველ წინამძღვრებზე, რომლებმაც რჯული დადეს. და მათი რჯულისებრ უნდა ვიდღესასწაულოთ ჩვენს აღდგომა, ხოლო ეს რჯული იმას ნიშნავს, რომ ებრაელთა პასექის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, პირველ კვირადღეს ვიდღესასწაულება აღდგომის მოვლენა. კვლავაც იმოწმებს წმინდა ეპიფანე ერთგან მოციქულთა განწესებებს და ამბობს, წვერის შესახებ მოციქულთა განწესებაში საღვთო სიტყვა და მოძღვრება განაჩინებს, რომ არ გავხრწნათ იგი წვერი, რაც ნიშნავს, რომ არ შევიჭრათ წვერის თმები. ასევე 75 ერესის განხილვისას წმინდა ეპიფანე ამბობს, თუ კი საჭიროა გაუწყებთ თუ როგორ განსაზღვრავს მოციქულთა განწესებანი ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვას. მოტანილი ციტატები ჩვენი აზრით ცხადყოფს, რომ ეპიფანე კვიპრელი დიდად აფასებს ხსენებულ ძეგლს და მას, როგორც თვითონვე მიუთითებს, საღვთო სიტყვათა და მოძღვრებად სახელდებს. კვიპროსის ეპისკოპოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოციქულთა განწესებანი არაფერს არ შეიცავს ქრისტიანული სარწმუნოების აღსარებისა და მწამსის, აგრეთვე საეკლესიო კანონმდებლობის საწინააღმდეგოს. პირიქით, მისი თქმით, ამ ძეგლში მოცემულია მთელი კანონიკური რჯულდება. აგრეთვე წმინდა ეპიფანე აუცილებლად მიიჩნევს იმის აღნიშვნასაც, რომ ზოგიერთებისთვის მოციქულთა განწესებანი საეჭვო, ანუ საკამათო ძეგლია. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ეპიფანეს დროისთვის, როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა ეს ძეგლი არსებითად კვლავაც წმინდა იყო, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით მას საკამათოდ თვლიდნენ. ეპიფანე კვიპრელის შემდეგ ჩვენ ალბათ უნდა მოვიტანოთ ციტატა ისეთი დიდი მოძღვრისგან, როგორც ახლად წმინდა პროკლე კონსტანტინოპოლელი, რომელიც 446 წელს აღესრულა. ამ პიროვნების ავტორობით ცნობილია თხზულება საღვთო ლიტურგიის გადმოცემის შესახებ. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია, ფრაგმენტულად მოღწეული, რომელშიც ვკითხულობთ. იყვნენ კიდევ სხვა მრავალნი წმინდა მოციქულთა მონაცვლეები, საღვთო მწყემსნი და მოძღვარნი ეკლესიისა, რომლებმაც წერილობით დაუტოვეს და გადასცეს ეკლესიის საიდუმლო ღვთისმსახურების განმარტება. აქ კვლავ აღნიშნავთ, რომ საიდუმლო ღვთისმსახურება საზოგადო ტერმინის საიდუმლო ეკლესიის მამათაგან ყოველთვის გულისხმობს იმ 7 წმინდა საიდუმლოს, რითაც ყოველი ადამიანი ქრისტიანულ მოძღვრებაში განათლდება, სრული ქმნება, მადლმოსილებას იღებს. ამ შემთხვევაშიც პროკლე კონსტანტინოპოლელი, როდესაც ამბობს, რომ პირველ წინამძღვრებმა გადასცეს ეკლესიას საიდუმლო ღვთისმსახურების განმარტება, სწორედ ეს იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლოს გადმოცემა, მათი განმარტება. პროკლე განაგრძობს, ამათგან პირველნი და ღრმად ჩამწვდომნი იყვნენ ნეტარი კლიმენტი, მოწაფე და მონაცვლე მთავარ მოციქულისა, ესე იგი იგულისხმება პეტრე მოციქული, ესე იგი კლიმენტი მოწაფე და მონაცვლე მთავარ მოციქულისა, ესე იგი პეტრესი, რომელსაც, ესე იგი კლიმენტის, თვითწმინდა მოციქულები უკარნახებდნენ. აგრეთვე საღვთო იაკობი, წილხვედრი იერუსალიმის ეკლესიისა და იქ პირველი ეპისკოპოსი, დადგინებული პირველი და დიდი მღვდელმთავრის ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ, შემდეგ დიდი ბასილი და სხვები. ესე იგი ჩამონათვალია უდიდესი მოძღვრებისა, საეკლესიო მოძღვრებისა, მათ შორის კლიმენტე რომელისა, იაკობ მოციქულისა, ბასილი დიდისა და სხვათა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს ყურადღებას იქცევს პროკლე კონსტანტინოპოლელის უწყება, რომ კლიმენტის მოციქულები თვით უკარნახებდნენ და რამდენადაც კლიმენტე რომელის ავტორობით ცნობილი შრომებიდან
საღვთო ლიტურგიის შესახებ უწყება გვაქვს სწორედ მოციქულთა განწესებებში, სწორედ საღვთო ლიტურგიაზე უწყებას ეხება ამ შემთხვევაში პროკლე, იმიტომ რომ მის შრომასაც ასე ქვია, როგორც აღვნიშნეთ, საღვთო ლიტურგიის გადმოცემის შესახებ და ამ გადმოცემის ერთ-ერთ უადრეს წყაროდ ის სწორედ კლიმენტე რომელს გვისახელებს ჩვენ, რომელსაც მოციქულები უღარ ნახებდნენ. ამიტომ აღვნიშნებთ, რომ კლიმენტე რომელის ავტორობით ცნობილი შრომებიდან საღვთო ლიტურგიის შესახებ უწყება გვაქვს მხოლოდ მოციქულთა განწესებაში. შესაბამისად, ზემომოტანილი ფრაგმენტის პროკლესი უთუოდ ამ ძეგლს უნდა გულისხმობდეს. ამის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში კარგახანია აღნიშნულია თვით ტექსტის გამომცემელიც, როგორც ახსენეთ ერთ-ერთ წინა საუბარში, ფუნკი საგანგებოდ მიუთითებს. როდესაც პროკლე კლიმენტის ლიტურგიაზე საუბრობს, მას უთუოდ ხედველობაში აქვს ის, რაც განწესებათა მერვე წიგნშია გადმოცემული. ამრიგად პროკლე კონსტანტინოპოლელი თვლის, რომ კლიმენტისეულ შრომაში სახელწოდებით მოციქულთა განწესებანი ნაუწყებნი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ლიტურგიის შესახებ, ჯერ კიდევ წმინდადაა დაცული და ის მოციქულთაგან ნაკარნახევად უნდა შეფასდეს. აქვე აღნიშნავთ იმასაც, რომ ეს საეკლესიო ფილოლოგიის მხარეა, მაგრამ მაინც ფიქრობთ, შეიძლება დაგვენიშნა, რომ ზემომოტანილი ფრაგმენტი მართალია წმინდა პროკლე კონსტანტინოპოლელის მიეწერება, მაგრამ კვლევართა აზრით შესაძლოა უფრო გვიანდელი იყოს. როგორც არ უნდა იყოს, მეხუთე საუკუნისეულად მიიჩნევა მაინც. და თუნდაც წმინდა პროკლესია ეს, თუნდაც გვიანდელი მისი მიმდევრისგანაა ეს დაწერილი, ამ ფრაგმენტიდან ის მაინც აშკარაა, რომ მოციქულთა განწესებანი მოციქულთა კარნახით შექმნილ შრომად მიიჩნეოდა. ეგევე ძეგლი დამოწმებულია აგრეთვე ცნობილი ევთალე გახდათ ის ავტორი, რომელმაც სტიქომეტრიული ნაწილი შეუდგინა ახალ აღთქმას, ანუ მუხლობრივი განაწილებანი და ცალკეული შესავალი და ანდერძი და ძველ ქართულადაცა თარგმნილი განსაკუთრებით პავლე მოციქულის პისტოლეებზე შედგენილი ევთალესეული სტიქომეტრია გამოცემულია სხვათა შორის ბატონი კორნელი დანელიას მიერ. აი ამ პიროვნების, ესე იგი ევთალეს, რომელიც მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში მოღვაწეობდა სტიქომეტრიაში, ვკითხულობთ. უფრო ზუსტად ციტატაა მოტანილი და ამ ციტატის წყაროა მითითებული. განწესებანიდან და მოტანილია ციტატა. უფრო სანეტაროა გაცემა, ვიდრე მიღება. ეს გახლავთ მოციქულთა განწესებანის მეოთხე წიგნის მესამე თავის პირველი ქვეთავის ციტირება. და რადგან ციტირება ხდება, ესე იგი ძეგლის ავტორიტეტულობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. შედარებით გვიანდელი დამოწმებებიდან ფიქრობ მნიშვნელოვანია ცნობილი იმპერატორის იუსტინიანეს, რომელიც 565 წელს აღესრულა, შემდეგი სიტყვები. სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსთა განსჯა და შეჩვენება საეკლესიო ტრადიციაა. ამას ცხადყოფს თუნდაც წმინდა მოციქულთა განწესებანი. ესე იგი, მხოლოდ მოციქულთა განწესებანი, ასე კი არა იუსტინიანეს ამ უდიდესი მართლმადიდებელი მეფის მიერ ხსენებული ეს ძეგლი, არამედ როგორც წმინდა მოციქულთა განწესებანი და ეს ძეგლი, ესე იგი, დამოწმებულია როგორც ავტორიტეტი გამოთქმული აზრის მართებულობის დასამტკიცებლად. აზრისა, რომ ერეტიკოს და იგივე მწვალებელთა სიკვდილის შემდგომ განსჯა შეჩვენება ეს საეკლესიო ტრადიციაა და მართლაც ეს ტრადიცია ეკლესიაში ყოველთვის სახეზეა, თუმცა ოპონენტები ამგვარ ტრადიციას არა მხოლოდ იუსტინიანეს დროს ჰყავდა, არამედ შესაძლოა დღესაც გამოუჩნდნენ. კერძოდ ოპონენტობა აქ მდგომარეობს იმ ქმედებისადმი, ეკლესიური ქმედებისადმი, რომ ვინმე ერეტიკოსად შეიძლება გამოცხადდეს ამ პირის, ამ ერეტიკოსის გარდაცვალებიდან გარკვეული ხნის შემდეგ. აი ამას მიიჩნევენ მცდარად, მიიჩნევენ იმიტომ, რომ თითქოს არ არის ეს ნეობრივი, არ არის ეს იურიდიულად გამართლებული, ვინმეს განაჩენი გამოუტანო, თუ მას არა აქვს უფლება და შესაძლებლობა თავის მართლებისა, რომ ის არაა მოპასუხედ წარდგენილი, გარდაცვლილი, რა თქმა უნდა, თავს ვერ იმართლებს. მაგრამ ეკლესიური ტრადიცია ამ შემთხვევაში გამოდის ურყევი და უეჭველი ფაქტებიდან. აქ მოპასუხის არსებობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა. მოძღვრება საეკლესიო ჩამოყალიბებულია, ამ მოძღვრებასთან დაპირისპირებული რაიმე გამონათქვამი რომელიმე პიროვნებისა თვითვე ავლენს თავის თავს და შესაბამისად გვარი უკეთური გამონათქვამის, უკეთური აზრის მხილება, დაგმობა და ანათემირებულობა აზრის ავტორთან ერთად სავსებით კანონიკურია და გამართლებული. მაგრამ თუ საკითხი ასე დაისმება, თავის სიცოცხლეში რატო არ მოახდინა ეკლესიამ ამა თუ იმ პიროვნების, ესე იგი ერეტიკოსის სიცოცხლეშივე რატო არ მოახდინა მისი ანათემირება, აი ეს მხარე არათუ უარყოფით თვისებას ავლენს ამ შემთხვევაში ეკლესიური მოქმედებისას, არამედ პირიქით მის განსაკუთრებულ საღვთოობას წარმოაჩენს ჩვენს წინაშე და ეს საღვთოობა, ეს ღვთიურობა რაში მდგომარეობს? ეკლესიური ქმედება არასოდეს არ არის ნაჩქარევი, ნაუცბათევი.
დროზე ადრინდელი. ორივე ეს მომენტი ყოველთვის სახეზეა, თანამსხრბოლია და თანაარსებულია ნებისმიერი ეკლესიური მოქმედების ჟამს. ამ შემთხვევაში ვინმეს მხილების და ანათემირების ჟამს. საქმე ის გახლავთ, რომ ერეტიკოსთან მოღვაწეობა ზოგ შემთხვევაში მათ სიცოცხლეშივე ერესს მკვეთრად არ წარმოაჩენს. არ წარმოაჩენს, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი ტრიბუნიდან ამგვარად არ ქადაგებენ, ხოლო მათი ნამემკვიდრევი, წერილობითი ნამემკვიდრევი იმდენად დიდია მოცულობითად, რომ მათსავე სიცოცხლეში ყოველივე ამის შესწავლა და ანალიზი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ნიმუშად რომ ავიღოთ მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირის მასწავლებელი, ესე იგი ასეთი ფონის მქონე, ასე ვთქვათ, პიროვნება, წმინდა იოანე ოქროპირის მოძღვარი დიოდორე ტარსელი, ისე აღესრულა, რომ ის მიიჩნეოდა მართლმადიდებლობის ბურჯად. მეტიც, მეორე მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებში მას ეწოდება მართლმადიდებლობის კლდე. მაგრამ ეს ასეც ჩანდა რამდენადაც გარკვეულ სწავლებებში დიოდორე ტარსელი უაღრესად საღვთო მოძღვრებას გამოთქვამდა იდენტურს მართლმადიდებლურთან, ამავე დროს მან დატოვა მემკვიდრეობა უზარმაზარი, თუნდაც ის ფაქტი, რომ დიოდორემ მუხლობრივად განმარტა მთელი საღვთო წერილი, მუხლობრივად წერილობითად განმარტა მთელი საღვთო წერილი, ადვილად წარმოაჩენს თუ რა მოცულობის ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა მას და ყოველივე ამის შესწავლა მყისიერად არ მოხდებოდა და საზოგადოდ ხშირად შეიძლება არც იყოს გადადგმული ნაბიჯი ამა თუ იმ პიროვნების შრომების შესწავლისკენ, იმიტომ რომ როგორც ვეკითხარით, აურაცხელი ლიტერატურა იქნება, ვიდრე რაიმე მოვლენა ამისკენ არ მიგუმართავს ჩვენ. მართლაც როგორც თქვით, დიოდორე ტარსელი ამგვარი ავტორიტეტულობით გარდაიცვალა, სიცოცხლის შემდეგაც უაღრესად ავტორიტეტული პიროვნება რჩებოდა, მაგრამ როდესაც ნესტორიანიზმის ერესი აღმოცენდა და მისი ქადაგება აშკარად დაიწყო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნესტორიმ 428 წლიდან და ამ უკიდურეს და უღვთო ერესს დაუპირისპირდა იმ პერიოდის უდიდესი მოძღვარი, უდიდესი დოგმატიკოსი წმინდა კირილე ალექსანდრიელი, კირილემ, რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპზე გააცნობიერა, რომ ასეთი მასშტაბური გაუკუღმართება კონკრეტულად ნესტორისგან არ იქნებოდა დაწყებული, რომ როგორც ყველაფერს ამასაც თავის სათავეები ექნებოდა. დაიწყო კირილემ სათავეთა ძიება, იმიტომ რომ ჭეშმარიტი აღმოფხვრა ნებისმიერი გაუკუღმართებული სწავლებისა, ნებისმიერი გაუკუღმართებული აზრისა, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი ეკლესიის მამათა სწავლებით, თუ ფესვებიანად, ანუ ძირფესვიანად აღმოფხვრით მას. ამიტომ ეკლესიის მამები უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ისინი ამა თუ იმ ერესს უპირისპირდებიან, მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელიც ერესს გამოთქვამს, ერესის იარაღი, ანუ ერესის ჭურჭელია, მხოლოდ მას კი არ მის შრომებს და მის გამონათქვამებს კი არ აქცევენ ყურადღებას, არამედ ისტორიას იკვლევენ, საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს ყველაფერი. ამგვარივე დამოკიდებულება გამოიჩინა წმინდა კირილემაც და ნესტორიანიზმის ფესვების კვლევისას, რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქცია ანტიოქიურ გარემოს, სირია ანტიოქიისას, სადაც ნესტორი აღიზარდა და მიადგა დიოდორე ტარსელის შრომებს, რომლებშიც ცალკეულ ადგილებში აშკარად ამოიკითხა მან ნესტორიანიზმის ერესის შემცველი ცრუსწავლებანი. შესაბამისად, დიოდორეს ერესში დადანაშაულება მხოლოდ ამის შემდეგ იწყება. ასე რომ ერთი მხარე, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ერეტიკოსის მხილება მყისვე არ ხდება, გახლავთ სწორედ ეს, რომ ზედმიწევნით, ანალიტიკურად, ამომწურავად, გამომწვეველობითად უნდა იქნეს ყოველივე შესწავლილი, ეს კი დროს მოითხოვს, ნაჩქარევად ქმედება არ შეიძლება განხორციელდეს და რამდენადაც შეჩვენებას მოკვეთას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს, გინდა დღეს იყოს, გინდა ხვალ, მხოლოდ ბოლომდე არგუმენტირებული, აბსოლუტურად დასაბუთებული მოვლენა ეძლევა და გადაეცემა ანათემას. რამდენადაც ანათემა ყველაზე დიდი სასჯელია, ამ სასჯელის რაიმესადმი და ვინმესადმი გამოტანა ეკლესიის მხრიდან მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საბოლოოდ დამტკიცებული, დადასტურებული და სინანულისგან ყოვლითურთ უცხო მოვლენაა ჩვენს წინაშე, არგუმენტირებული და დასაბუთებული გაუკუღმართებაში. მაგრამ აქაც არის მეორე მხარე, შეიძლება ჩვენ ვაცნობიერებდეთ და ვასაბუთებდეთ კიდეც, რომ აზრი ერეტიკულია, მისი გამომთქმელი ერეტიკოსია, მაგრამ არ ვიჩქაროთ ამგვარი პიროვნების ანათემირება. შეიძლება მოძღვრების არაჭეშმარიტება სავსები წარმოაჩინოთ და ამის ვალდებულება უეჭველად გვაქვს, მაგრამ ანათემა არ გამოუცხადოთ მოძღვარს, ესე იგი ამ აზრის გამომთქმელს, რამდენადაც ეკლესია ყოველთვის ითვალისწინებს ვითარებას, მდგომარეობას, თუ ამა თუ იმ პიროვნებისადმი ანათემის გამოცხადებას რაიმე დიდი მშფოთვარება, დიდი მღელვარება შეიძლება მოხვდეს და ამით კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს ეკლესიას, იკონომიით, საღვთო იკონომიით, ანუ საღვთო განგებულებით, მოცემულ მომენტში
ანათემირება შეჩერდება და როცა საამისო მდგომარეობა შეიქმნება, მაშინ გამოიცხადება. წმინდა კირილემაც ამგვარად იმოქმედა, მან არა მხოლოდ დიოდორე ტარსელს, არამედ დიოდორე ტარსელის გაუკუღმართებაშიც მოწაფეს თეოდორე მოფსუესტიელს, რა თქმა უნდა, ისვე არ გამოუცხადა ანათემა, ამხილა მათი გაუკუღმართებანი, ამის თაობაზე 328 წელს მან საგანგებო წიგნის დაწერა სათაური დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ, მაგრამ ანათემას არ გამოუცხადებია მათთვის, იმიტომ რომ იცოდა ეს დიდ მღელვარებასა და მშფოთვარებას და შესაძლოა ეკლესიათა გახლეჩასაც კვლავ გამოიწვევდა ანტიოქიასა და ალექსანდრიას შორის. მაგრამ როცა დადგა ჟამი ამისა, როდესაც გააცნობიერა თვით ანტიოქიის მრევლმაც, ზოგადად საეკლესიო სამყარომ დიოდორესა და თეოდორეს მწვალებლურობა, 553 წელს კონსტანტინოპოლის მეხუთე კრებაზე უკვე შესაძლებელი გახდა მათი ანათემირება. ესე იგი დიოდორეს გარდაცვალებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში საუკუნემდე მიახლოებული ჟამის შემდეგ. ამრიგად, აი ამ მოვლენაზე ხაზგასმა, რომ ეს საეკლესიო ტრადიცია და ჭეშმარიტად ასია და ამის დასაბუთება, როგორც ჩვენ ზემოთ ციტატა მოვიტანეთ იუსტინიანესგან, ამის დასაბუთება წმინდა მოციქულთა განწესებების მიხედვით აღნიშნული ძეგლის კვლავაც ავტორიტეტულობას, რომ ეს ძეგლი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეშიც ინარჩუნებს ავტორიტეტულობას, ამის უეჭველი საბუთია. ხსენებული განწესებებიდან ასევე ვრცელი ციტატა მოაქვს ტიმოთე კონსტანტინოპოლელს, რომელიც დაახლოებით 625 წელს აღესრულა, ესე იგი მე-7 საუკუნეში, რომელიც ამბობს: ამგვარი წიგნები, რომ ესე იგი გარკვეულ წიგნებზე საუბრობს, არა მოციქულთა განწესებებზე, არამედ ერეტიკოსთა წიგნებზე და ამბობს: ამგვარი წიგნები, რომ ყალბია, ამის შესახებ ისმინე მოციქულთა განწესებანი და მოტანილია ციტატა, ვრცელი ციტატა მოციქულთა განწესებანიდან. ეს ციტატა ასეთ სახისაა: გაფრთხილდით და არ შეიწყნაროთ უღმრთოთა მიერ ჩვენი სახელით თხზული წიგნები, ის ყალბი წიგნები ვრცელდებოდა მოციქულთა ავტორობით. არამედ საქმეთა ბუნებასა და შეურყვნელ აზრს მიაპყარით ყურადღება. ვუწყით, რომ ვინც სიმონისა და კლეობიონის შხამიანი წიგნები შეთხზა, ქრისტესა და მისი მოწაფეების სახელით ავრცელებს მათ, რომ გაცთუნონ თქვენ, რომლებსაც გიყვართ ქრისტე და ჩვენ მისი მონები. ძველადაც დაუწერიათ აპოკრიფული წიგნები მოსესი, ენოქისა, ადამისა, ესაიასი, დავითისა, ელიასი და სამი პატრიარქისა, განხრწნელნი და ჭეშმარიტების წინააღმდეგნი. ამჯერადაც მსგავსი რამ განისრახეს ურჯულოებმა. გაერიდეთ მათ მოძღვრებას, რომ არეზიაროთ ხსენებულ ყალბისმხნელთა სასჯელს, რომლებიც აცთუნებდნენ და სპობდნენ უფლის მორწმუნე და უმწიკვლო მოწაფეებს. ეს ციტატა გახლავთ მოციქულთა განწესებანის მე-6 წიგნის მე-16 თავიდან. და კიდევ აღნიშნავთ იმასაც, რომ ამავე ეპოქაში დაახლოებით ისეთ უდიდეს მოძღვარს, როგორიც გახდა წმინდა სოფრონ იერუსალიმელი, რომელიც აღესრულა 628 წელს, სოფრონ იერუსალიმელს ასევე ვრცელი ციტატა მოაქვს თავის შრომაში უწყებათა შესახებ. ამრიგად, მე-7 საუკუნის პირველ ნახევარშიც მოციქულთა განწესებანის ავტორიტეტულობა სრულიად გარკვევით სახეზია. ამას გვიდასტურებს ჩვენ მოძღვართა შორის ჭეშმარიტად უდიდესი წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც აღმსარებულად აღესრულა 662 წერს. მაქსიმეს მრავალ შრომათა შორის აქვს ძალიან საგულისხმო და საყურადღებო შესავალი, იგივე ნაშრომი წმინდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებისადმი წამზღვარებული. სხვათა შორის ეს ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი წმინდა ეფრემ ცირის მიერ, თუმცა და გამოცემულიცაა კერძოდ გამოსცა ივანე ლოლაშვილმა, სამწუხაროდ გამომცემელიც და სხვა მკვლევარებიც, რომლებიც ამ ძეგლს ეფრემისეულ თარგმანს შეხებიან, მიიჩნევენ, რომ ესაა ეფრემის ორიგინალური შრომა, რომ თითქოს ეფრემმა ორიგინალური თვით მის მიერვე დაწერილი წინა სიტყვაობა წაუმძღვარა დიონისე არეოპაგელის თხზულებების მისეულ ძველ ქართულ თარგმანს. ეფრემ ცირემ ქართულად თარგმნა არეოპაგეტული შრომები და ხელნაწერებში ამ თარგმანს ახლავს შესავალიც. და აი ეს შესავალი მკვლევარებმა მიიჩნიეს საკუთრივ ეფრემ ცირისეულ შრომად. და მთელი თეორიებია სხვათა შორის ამაზე აგებული. კარგადაა ცნობილი, რომ არეოპაგეტიკასთან დაკავშირებით ჩვენთან საქართველოში ძალიან გაცხოველებული პაექრობა, ნაწილი ურყევათვლის იმას, რომ თითქოს ამ ძეგლების ნამდვილი ავტორია პეტრე იბერი, მეორე ნაწილი მკვეთრად უარყოფს ამას. და ამ შემთხვევაში ეს ძეგლი ორივესგან გამოყენებულია. ერთი იყენებს თითქოს და ეფრემისეულ შესავალს არეოპაგეტული შრომების ქართული თარგმანისას, იმის საჩვენებლად, რომ აი ეფრემი იქ თითქოს სადღაც ჩუმად მიანიშნებს, რომ ეს შრომები ნამდვილად
არეოპაგელის კი არა დიონისე, არამედ თვითონ პეტრე იბერისა. მეორენი ამავე ძეგლს იმოწმებენ ასევე ეფრემის ავტორობით და იმას გახაზავენ, რომ აი ეფრემი არსად არ მიანიშნებს, რომ ეს ძეგლები არაა არეოპაგელისა, ანუ მოაქვთ ეს ტექსტი ამ მეორეებს, როგორც პეტრე იბერის ავტორობის უარმყოფელი დოკუმენტი. ერთი, როგორც უკვე აღნიშნეთ, პირიქით ამ ავტორობის დამადასტურებლად მიიჩნევენ. ორივე ეს პოზიცია და ამაზე მთელი თეორიების აგება, როგორც ეს ჩვეულებრივ ხშირად ხდება კონკრეტული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, სრულიად უფასურდება, გავაცნობიერებთ რა, რომ ეს ყველაფერი ორიგინალურობას არანაირად არ უკავშირდება, ესაა წმინდა მაქსიმე აღსარებელის შრომა ეფრემისგან არეოპაგიტურ თხზულებებთან ერთად თარგმნილი. სიტყვასიტყვით თარგმნილი სხვათა შორის და ჩვენ ამაზე ერთ დროს საგანგებო მოხსენებაც ჰქონდა, სამწუხაროდ ეს სტატია ვერ გამოაქვეყნეთ. აი ამ ძეგლში, ამ შესავალში მაქსიმე იმოწმებს მოციქულთა განწესებას და ამბობს: შემდეგ თანახმად მოციქულთა განწესებების მეშვიდე წიგნისა ათენელ მორწმუნეთა ეპისკოპოსთან ქრისტეს მტვირთველი პავლე დაადგენს დიონისეს. ასევე არეოპაგელის მერვე ეპისტოლისადმი ქართულ ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ: დიონისე რჯულმდებლად სახელდებს წმინდა მოციქულ პავლეს, რომელმაც ათენელთა ეკლესიის მღვდელმთავრობისათვის ხელნი დაასხნა მას, როგორც ეს მოციქულთა წმინდა განწესებებში წერია. როგორც ხედავთ, ესე მაქსიმეც წმინდას უწოდებს მოციქულთა განწესებებს და თვით დამოწმების ფაქტით ცხადყოფს, რომ მე-7 საუკუნის უდიდესი საეკლესიო მამები ჭეშმარიტად წმინდა წიგნად მიიჩნევდნენ ჯერ კიდევ არსებით ნაწილს მოციქულთა განწესებებისას. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და მომდევნო ვითარებაზე აღნიშნულ ძეგლთან დაკავშირებით და აგრეთვე სხვა საკითხებზე, რაც წმინდა კლიმენტე რომაელის ავტორობით ცნობილ შრომებს უკავშირდება, აი ამ საკითხებზე შემდეგ საუბარში გადმოვცემთ ყველაზე უფრო არსებითს. გმადლობთ ყურადღებისათვის.